მეგობრებო, მოგესალმებით და დაანონსებული, დაპირებული ტაროს პროგნოზები მოგიტანეთ ამ წლის ივლისისთვის სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობებთან, სიყვარულთან დაკავშირებით. აღნიშნული საჯარო სეანსი წინასწარ ვიტყვი, რომ არის ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ხართ უკვე ურთიერთობაში და გაქვთ კითხვის ნიშნები. ანუ აქვს ურთიერთობას გარკვეული გამოცდილება, იცნობთ ადამიანს, არის უკვე გარკვეული დრო გასული ურთიერთობის დაწყებიდან, მაგრამ არ მიდის ურთიერთობა იმგვარად, არ ვითარდება ისე, როგორც თქვენ შესაძლებელია წარმოგედგინათ ურთიერთობის დასაწყისში და როგორც წესი, როდესაც გრძნობები სჭარბობს გონებას, იქ უკვე რთულია რაღაცეების შემჩნევა, დაფიქსირება, ნაკლოვანი მხარეები, ბუნებრივია ნაკლოვან მხარეებს გულისხმობ, ამიტომ შემდგომ ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ გრძელდება გარკვეული შეუთანხმებლობების, კონფლიქტის, ინტერესთა სხვადასხვაობის ფონზე, როდესაც ეს ყველაფერი ადამიანს, ვინც მართლა გრძნობით არის ურთიერთობაში და ვინც მართლა გულწრფელია, სკენს გულს, უჩენს იმედგაცრუების განცდას და ეს ყველაფერი ეს ნეგატიური გამოცდილება, ჩრდილოვანი მხარეები ურთიერთობისა, განსაკუთრებულად ღრმა კვალს ტოვებს შემდგომ ჩვენს ქვეცნობიერზე, დროთა განმავლობაში ადამიანს უყალიბდება ენერგეტიკული ბლოკები, რაც მოდის წყენის მდგომარეობიდან, იმედგაცრუების მდგომარეობიდან, გულგატეხილობის განცდებიდან და შემდგომ უკვე რთულდება ჯანსაღ ურთიერთობაში შესვლა, ხო? სწორედ ამისთვის მე დღეს ვისაუბრებ ისეთ ურთიერთობებზე, რომელსაც აქვს უკვე გამოცდილება დაგროვებული გარკვეული დროის განმავლობაში და თქვენ გინდათ ნათელი მოჰფინოთ ამ ურთიერთობის ფარულ მხარეებს და ამავდროულად თქვენი ინტერესი არის უახლოეს პერიოდში, როგორ განვითარდება მოვლენები და ეს უახლოესი პერიოდი არის ივლისის თვე. ივლისი უკვე მოახლოებულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ დროული პროგნოზი გავაკეთე, დროულად გავაკეთე ეს პროგნოზი და ასე რომ თქვენ ერთი თვის პროგნოზი გექნებათ უკვე წინასწარ, მომზადებულები იქნებით და ბუნებრივია ნაკლები, თქვათ, სიურპრიზები იქნება თქვენთვის ამ ურთიერთობის ფორმატში, ნაკლებად გაოცდებით რაღაცებით, იმიტომ რომ როდესაც ადამიანმა იცის წინასწარ მოვლენების განვითარება, ზოგადი სურათი მაინც აქვს ყოველ შემთხვევაში და ინფორმირებულია, ის რა თქმა უნდა უკვე ფსიქოლოგიურად უფრო გაძლიერებულია, უფრო შეიარაღებულია და შესაბამისად უფრო სწორი შეფასება შეუძლია მოვლენების, ნაკლებად მიიტანს გულთან რაღაცეებს და ამიტომ უფრო სწორ ფორმატში წარმართავს თავის ურთიერთობას, შესაბამისად ვფიქრობ, ჩემი დღევანდელი სეანსი თქვენ, ვისაც გეხებათ ეს საჯარო გაშლა და ვისთვისაც არის ეს გამიზნული, ბუნებრივია ეს კარგად იცის სამყარომ და შესაბამისად, ვინც უნდა მოისმინოს ეს საჯარო გაშლა, ის აუცილებლად მოისმენს. ვისთვისაც არის ეს საჯარო გაშლა, საჯარო ტაროს სეანსი და ეს პროგნოზები, ის აუცილებლად მოისმენს. მის ყურამდე აუცილებლად მივა ჩემი ხმა, ჩემი პროგნოზები, იმიტომ რომ ასე მუშაობს სამყაროს კანონზომიერება, ასე მუშაობს სამყარო, ხო? და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი, უკვე მე იმდენი ვისაუბრე, რომ თქვენ საკმარისი დრო გქონდათ ვარიანტის ასარჩევად, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, რომელი ვარიანტიც მეტად დაგიძახებთ და ჩათვლით, რომ არის თქვენი ის ვარიანტი აირჩიეთ,
მე მოვემზადები ნელ-ნელა, რომ უფრო პროდუქტიული იყოს ეს გაშლა, უფრო ნაყოფიერი და უფრო ინფორმაციული, რაც შეიძლება მეტი რომ მოგაწოდოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სამი ვარიანტია ეს წინასწარ ტარო გააქტიურებულია, დამუხტულია შესაბამის თემაზე და მე დავიწყებ პირველი ვარიანტით. კარგად ჩანს, იმედია. ჩვენ აქ რას ვხედავთ? ჩვენ აქ ვხედავთ ადამიანს, რომელიც გამოხატავს წუხარებას, გამოხატავს სევდას. ადამიანი მარტო იმყოფება. პასიურ მდგომარეობაშია. ჩანს, რომ ადამიანს გული აქვს გატეხილი, იმედგაცრუებულია და ერთგვარი სულიერი კრიზისის, ემოციური კრიზისის მდგომარეობაში ადამიანი, ხო? აღნიშნული არკანი მიუთითებს მარტოობაზე, მწუხარებაზე, სევდაზე. ეს არის რთული ემოციური ფონი, რთული ემოციები. თითქოს ალიანსი დაიშალა, თითქოს ერთობა დაიშალა, თითქოს ორი ადამიანის ერთობა დასრულდა კრახით, რაღაცა გულის ტკივილის ენერგიები მოდის, მწუხარების ენერგიები მოდის, შეზღუდული ურთიერთობა, ცივად დასრულებული ურთიერთობა, სიცივე ურთიერთობა, რაღაცნაირად სიცივის ენერგიები წამოვიდა. ასტროლოგიურად ამ ასპექტს, ამ ტაროს არკანს თუ მივუსადაგებთ, ხო, ამ ასტროლოგიურ ასპექტაციას, აქ ჩვენ ხედავთ სატურნს მეშვიდე სახლში. ახლა ეს რა არის? ხო, ეს არის შეზღუდვა ურთიერთობებში, სიცივე ურთიერთობებში, დეპრესიული ფონი ურთიერთობიდან გამომდინარე. ურთიერთ გაურკვევლობა, ერთმანეთის გრძნობების, ერთმანეთის აზრების, ერთმანეთის იდეების ვერ მიღება. თითქოს ერთი ამბობს ერთს და მეორეს სხვანაირად ესმის და ასევე პარტნიორობაში მეორე პარტნიორი, რასაც ამბობს, პირველს ეს არ ესმის. როგორ თქვა, საერთო მიზანი, საერთო იდეა, საერთო აზრი, საერთო ხედვა, საერთო გზა რომ არ არის ურთიერთობაში. თუმცა ყველაფერი სხვანაირად დაიწყო, ხო? ბუნებრივია. მოდით ვნახოთ განვითარება ივლისის თვეში. ეს სიგნიფიკატორია. ვნახოთ ივლისში როგორ განვითარდება ურთიერთობა. ორი ქალი. საინტერესოა. შეიძლება ამ შემთხვევაში პირველი ვარიანტი ვინც აერჩიეთ, ისმენდეთ ახლა ამ ვარიანტს ისეთი ადამიანები, რომლებიც იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში, იმიტომ რომ სამიანების სიმრავლეა ამ გაშლაში. და შესაძლებელია ეს წუხილი, ეს იმედგაცრუება, ეს ტკივილი მოდის სწორედ აი ამ ძალიან არასწორი, მე ვიტყოდი, და ტოქსიკური ურთიერთობის ფორმიდან, ხო? მესამე ყოველთვის ზედმეტია. ვინ არის ეს მესამე ამ ურთიერთობაში? თუ მიუყვებით ტაროს არკანების ქრონოლოგიას და ენერგიებს, იმ ენერგიებს, რომელსაც გვიჩვენებენ ეს არკანები, დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ განვითარდება ივლისის თვეში თქვენი პარტნიორული ურთიერთობა, ამ შემთხვევაში თქვენ უფრო იმპერატორი ქალის, იმპერატრიცას, დედოფლის, დედა-დედოფალი, ნახეთ, ქალია ბავშვით გამოსახული აი ამ არკანზე. ეს არის ქალი დედა, ეს არის ქალი მეუღლე, ეს არის ესეთი მიწიერი, დედამიწისეული ქალი, რომელიც არის ოჯახის თავი, ოჯახს ვინც უძღვება, ვინც ქმნის კომფორტს ოჯახში, ვისაც უკვე ყავს შვილი ან შვილები.
ან ქალი, რომელსაც, წაიქცა, ან ქალი, რომელსაც ერთი დავამაგრო სანთელი. ან ქალი, რომელსაც შეუძლია ოჯახური იდილის შექმნა, ქალი, რომელიც ბუნებრივად ამ ნიჭებით არის დაბადებული, ფემინური ქალი, ხო? ნაყოფიერი ქალი, ძლიერი ქალი, ახლა იმპერატრიცა ეს არ არის ჩვეულებრივი ქალი, ხო? ეს არის ძალიან ძლიერი მატერიაში გამოხატული ქალი, ხო? შესაბამისად, აქ ისეთ სასიყვარულო სამკუთხედზე შესაძლებელია ვსაუბრობდეთ, სადაც თქვენ უფრო ოფიციალური ურთიერთობის მხარეს ხართ, ურთიერთობაში ხართ, ანუ შესაძლებელია თქვენ ახლა მიყურებდეთ მეუღლეები, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ან ისეთი ქალბატონები, რომლებსაც აი ესეთი დედამიწისეული, ესეთი მდიდრული, ნაყოფიერი ენერგიების მატარებლები ხართ, ვისაც შეუძლია რომ მამაკაც შეუქმნას აბსოლუტური კომფორტი, როგორც მატერიალურ, ასევე ემოციურ დონეზე, და ქალი, რომელსაც აქვს ყველა ის უნარი, ყველა ის პოტენციალი, რაც საჭიროა იდეალური ოჯახური თანაცხოვრებისთვის, რაცაც ყველა მამაკაცი ოცნებობს წესით და რიგით, მაგრამ ხო არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც მამაკაცები, ვინც აი ამ ასეთ ქალს, რომელიც გამოჩნდება მის ცხოვრებაში, ვერ ან არაფასებს, ხო? ახლა რომ მივყვეთ განვითარებას, აქ თვითონ ეს პიროვნება, თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი, ვინც აირჩიეთ, ამოდის როგორც ესეთი თავისი პრინციპების მქონე, ძალიან ისეთი ქარიზმატული, ნებიანი, ლიდერული უნარებით დაჯილდოებული, ცეცხლოვანი ქარიზმით დაჯილდოებული მამაკაცი, შესაძლებელია ეს არის მამაკაცი, რომელსაც აქვს ისეთი დიდი დრაივი, დიდი ქარიზმა, აქვს ლიდერული უნარები, არის ძალიან ცეცხლოვანი, ხო, უფრო ძირითადად ან ცეცხლის სტიქია გამოხატული მძლავრად მის რუკაში, დაბადების რუკაში, ან ლომი ბერძი მშვილდოსანი, უფრო ცეცხლოვანი სტიქიის ნიშნებით დაბადებული მამაკაცი, ხო? რომელსაც აქვს დიდი ეგო და რომელსაც შესაძლებელია სურს ოჯახური იდილიაც, სურს ის კომფორტი მიიღოს თქვენგან, რასაც როგორც ცოლისგან, როგორც პარტნიორისგან და ამავდროულად გაიხედოს გვერდითაც, ხომ? ანუ პარალელურად დაკავდეს სხვა ურთიერთობით, ან ურთიერთობებითაც კი. ივლისის განვითარებაში ჩვენ ვხედავთ სტაგნაციას, ერთგვარ გაჩერებულ მდგომარეობას, თითქოს ეს ურთიერთობა მოითხოვს მსხვერპლს, თითქოს ეს ურთიერთობა რაღაცნაირად შედის ჩიხში ივლისის თვის განმავლობაში. ეს არის ერთგვარი ტყვეობა, როდესაც ადამიანი ურთიერთობაშია რაღაცის გამო, ან ვიღაცის გამო, არ ვიცი, ახლა მე ეს ყველა შემთხვევაში, ყველა ინდივიდის შემთხვევაში განვითარება იქნება განსხვავებული და კონკრეტული დეკორაციები იქნება განსხვავებული, ვიღაცა შვილების გამო იკავებს თავს, ვიღაცა ოჯახის გამო, რა სიტყვის ოჯახი, რა სიტყვიან ჩემი მშობლები, ხო? ვიღაცა ვთქვათ მეზობლების და ნათესავების გამორჩება ამ ურთიერთობაში, მაგრამ ყველას მაერთიანებელი, ყველა ამ ადამიანს, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, აერთიანებს ის, რომ ასეთი ურთიერთობა ადამიანს ამყოფებს ერთგვარ ფსიქოლოგიურ, ემოციურ ტყვეობაში. თითქოს ეს არის მსხვერპლი რაღაცისთვის გაღებული, ან ვიღაცისთვის გაღებული, მაგრამ ეს მსხვერპლი არ არის საჭირო, ეს მსხვერპლი არავის არ სჭირდება. იდეაში ეს მსხვერპლი უბრალოდ ანადგურებს ადამიანს, ხო? ანუ განადგურებთ თქვენ. ამ შემთხვევაში ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. ივლისისთვის განმავლობაში იქნება ეს ისეთი ურთიერთობა, რომელიც თითქოს გადადის ტანჯვაში. ანუ კი, ურთიერთობაში ვარ, მაგრამ ეს ურთიერთობა არ მაძლევს ჯანსაღ ემოციებს, არ მაძლევს ჯანსაღ ავსებას. აი რაღაცნაირად ესეთი სიტყვები მოდის ახლა ამ ვარიანტზე საუბრის პროცესში. თითქოს მოაქვს უფრო ტანჯვა თქვენთვის და შესაძლებელია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ იტანჯებოდეს პარტნიორი, ან იტანჯებოდნენ ოჯახის წევრები, ვინც იცის, რა თქმა უნდა, ამის შესახებ, ამ ურთიერთობის ასეთი ხასიათის შესახებ. ეს არის ცალსახარო, ეს არის მანკიერი
წრე, ეს არის ტოქსიკური წრე, თითქოს ადამიანის ორ ცეცხლს შუა დგომის მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა დიდხანს ვერ გაგრძელდება, ყველაფერი უნდა გაირკვეს, ყველაფერი უნდა დაალაგდეს და ზოგადად ისედაც ცხოვრება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დიდხანს გავჩერდეთ რაღაცა მდგომარეობაში, ამიტომ ეს სტაგნაცია, ეს გაშეშებული ჩიხური, ეგრეთ წოდებული ჩიხური მდგომარეობა ბუნებრივია, დიდხანს ვერ გაგრძელდება და ყველაფერი მიდის რაღაცა ტრანსფორმაციისკენ, გარკვევისკენ და თითქოს კრიზისისკენ, იმიტომ რომ ბოლოს ამოდის არკანი კოშკი, ეს არის ნგრევა. ეს არის ყველაფრისთვის ნათელის მოფენა, ყველაფრის გამოაშკარავება. შესაძლებელია ივლისის უკვე ბოლოსკენ გაგიჩნდეთ სურვილი ან იგრძნოთ ენერგეტიკული მზაობა და სიმძლავრე, რომ სიმძლავრე მოწოლა ენერგიის ნაკადის, იმისთვის რომ ყველაფერი გაარკვიოთ, ყველაფერს სიცხადე შესწინოთ, ნათელი მოფინოთ და ერთხელ და სამუდამოდ დაელაპარაკოთ ადამიანს და გაარჩიოთ რამდენად ღირს ამ ურთიერთობის შენარჩუნება და რამდენად გჭირდებათ თქვენ ან მას ზოგადად ეს ურთიერთობა. შესაძლებელია ეს იყოს ოჯახური თანაცხოვრება და ამ ოჯახურ თანაცხოვრებაში ვიღაცა მესამის ერთგვარი ჩრდილის არსებობა, მესამის ჩრდილის, რომელიც ქმნის დისონანსს, ქმნის კონფლიქტს, ქმნის ერთგვარ დაჭიმულობას და გაუგებრობას თქვენს ოჯახურ თანაცხოვრებაში, ან თუ თქვენ იმყოფებით თავისუფალ ურთიერთობაში, ამ შემთხვევაშიც, მაგრამ გაქვთ გარკვეული გამოცდილება ურთიერთობის და რაღაცნაირად თითქოს სტაბილურად მოდიოდით აქამდე და ახლა უკვე ვიღაცა არსებობს სხვა მესამე ადამიანის სახით, შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ერთგვარი განხეთქილება თქვენ შორის და სურვილი იმისა, რომ სიცხადე შემოიტანოთ ამ ყველაფერში, დაელაპარაკოთ ადამიანს და გამოარკვიოთ, როდემდე, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი ისე, როგორც არის დღეს, ან ისე, როგორც იყო წარსულიდან მოყოლებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში და გრძელდება დღესაც. ყოველ შემთხვევაში ნამდვილად რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის ტრანსფორმაციული მომენტი, სულიერი, ასე ვთქვათ, კათარზისი, ნგრევის გზით მოხდება თქვენს ცხოვრებაში და ამ ნგრევამ შესაძლებელია ადამიანი დააფიქროს და გაუჩნდეს სურვილი, რომ რაღაცა შეცვალოს, რაღაც მხრივეს ურთიერთობა, ან თუ მისგან წამოვა უკვე ისეთი დამოკიდებულება, რომ ის არაფერს არ ცვლის და ისევ აგრძელებს იგივეს, რასაც აკეთებდა დღემდე, ასეთ შემთხვევაში ალბათ ეს ურთიერთობა ვერ შეინარჩუნებს სიცოცხლეს და ვერ გადავა ახალ საფეხურზე. ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა საჭიროებს განახლებას, ურთიერთობა საჭიროებს განკურნებას იმ ტოქსიკური ელემენტებისგან, რაც არის ამ ურთიერთობაში, ერთგვარი ჩრდილების სახით, ამიტომ თუ პარტნიორები, ამ შემთხვევაში თქვენ და თქვენი პარტნიორი მიხვალთ გულწრფელ შეთანხმებამდე და დალაპარაკებამდე და გამორკვევამდე ყველაფრის, ამ შემთხვევაში ამ ურთიერთობას ექნება მომავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ასეთი ენერგიებით რა ენერგიებსაც და რა განვითარებასაც აჩვენებს ტარო, ვფიქრობ, რომ რთული იქნება ამ ურთიერთობის გაგრძელება. და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი. აქ ჩვენ ხედავთ ხმლების პაჟს, ну ახლა ვერ ვიტყვი რომ ხმლების პაჟი ძალიან ისეთი ურთიერთობისთვის ძალიან დადებითი არკანია, იმიტომ რომ ხმლები ზოგადად ეს არის ცივი ენერგია, სიცივე, კინკლაობა, მენტალური შეუთანხმებლობა პარტნიორებს შორის, პატარ-პატარა კონფლიქტები, რომელსაც ურთიერთობა მიყავს დაძაბულობამდე, გრძნობების გაციებამდე და პარტნიორებს შორის ერთგვარი დისტანციის მანძილის ზრდამდე, ხო? მაინც როგორ განვითარდება მეორე ვარიანტისთვის ივლისის თვეში ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობები.
მოკლედ ეს ტოქსიკურობის ელემენტები მაინც ვერ მოვიშორეთ ამ ვარიანტშიც, ხო? მაგაც არის გარკვეული ჩრდილები, ჩრდილოვანი მხარე, უფრო წინა პლანზე წამოწეული ურთიერთობაში, როგორც იყო წინა ვარიანტში, მაგრამ აქ ცოტა სხვა მოცემულობა გვაქვს. შესაძლებელია ივლისის თვეში გაჩნდეს იმის სურვილი, ან მოვიდეს ისეთი რეალობა და მოვლენების ისეთი განვითარება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, რომ რაღაცა გამოაშკარავდეს, სიმართლე გაიგოთ. იმიტომ რომ ამოდის პირველივე არკანი, სამართლიანობა და კომბინაციაში ეს არკანი ხა ძალიან ბევრი მნიშვნელობები აქვს ზოგადად, მაგრამ კომბინაციაში სხვა არკანებთან მიმართებაში მესაუბრება ეს არკანი იმაზე და ინტუიციურადაც მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ თითქოს რაღაცა იყო დაფარული რაღაცა თქვენგან, რაღაცა ისეთი დაფარული, ან შეიძლება სპეციალურად არც დაფარული, მაგრამ თქვენამდე არ იყო მოსული ეს ინფორმაცია და ეს ზოგადად ეს სიტუაცია და რაღაცას ფარდა აეხატოს, რაღაცა გამჟღავდეს, რაღაცა სიმართლე გაიგოთ. ან თქვენ რაღაცა სხვანაირად იცოდით და მერე სხვანაირად აღმოჩნდება, რომ სხვანაირად ყოფილა. ან პირდაპირ რაღაცის შესახებ არ ფლობდით ინფორმაციას და მოვიდეს ეს ინფორმაცია თქვენთან. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ეს დიდად სასიამოვნო ინფორმაცია არ უნდა იყოს, იმიტომ რომ აქაც ჩნდება იმის სურვილი, რომ ურთიერთობაში მოხდეს ტრანსფორმაცია, შემოდის ესეთი ენერგიები, სურვილი რა საჭიროება ადგება ისეთი, რომ იმისთვის რომ ურთიერთობა გაგრძელდეს სამომავლოდ, უფრო შორეულ პერსპექტივაში, არა ვთქვათ ერთი თვის დროის ინტერვალში, არამედ უფრო შორს და უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის უნარიანობა შეინარჩუნოს, საჭიროა ტრანსფორმაცია, ცვლილებები და იმ ყველაფრის ჩამოშორება, რამაც ასე ვთქვათ, თავისი არსებობა ამოწურა თქვენს ცხოვრებაში, ხო? ასევე აუცილებელია ბალანსის დაცვა. რაღაცნაირად მიჩნდება ესეთი განცდა, რომ რაღაცა სულიერი ტყუპის ცალების ურთიერთობას უყურებ მე ახლა აქ twin flame-ების ურთიერთობას, რომელიც წინასწარ სულის დონეზე არის შეთანხმებული, ხო? ურთიერთობა, რომელიც მატერიაში რთულად ვლინდება, რთულად ყალიბდება, რთულია ამ ურთიერთობის მართვა, მაგრამ სულების დონეზე ასეთი შეთანხმებაა დადებული, რაღაცნაირად აი ესეთი განცდა მიჩნდება და ესეთი ინფორმაცია მოდის. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან რო არ გავცდე ჩემს პროგნოზს, დამატებით კიდევ იმის თქმა შემიძლია, რომ პროცესი ხანგრძლივია, პროცესი იმაზე დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს თქვენ შორის, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ანუ დავა, შეუთანხმებლობა, გაურკვევლობები, ბუნდოვანება, სიცივე ურთიერთობაში და რაღაცნაირად თვითონ ამოდის ეს ჩაფიქრებული პიროვნება, როგორც ხმლების მეფე, ეს არის ძალიან რთული, პრინციპული, ლოგიკურად მოაზროვნე მამაკაცი, რომელიც ძალიან მკაცრად განმსჯელი შესაძლოა იყოს თქვენს მიმართ ამ ურთიერთობის ფორმატში და ძალიან რთული ბუნების, ძალიან რთული. ვინც არ უნდა იყოს, როგორი სტატუსითაც არ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში, იყოს თუნდაც თავისუფალი ურთიერთობა, იყოს თუნდაც ოჯახური თანაცხოვრება, ან თუნდაც იურიდიულად გაფორმებული, ხელმოწერილი ურთიერთობა, ყველა შემთხვევაში ეს ადამიანი იქნება ძალიან მკაცრი. დიახ, საუბრობდი და მოულოდნელად შეწყდა ჩაწერის პროცესი, ამიტომ მიწევს
ჩაწერის განახლება, ანუ ხელახლა ჩაწერის დაწყება. გამიწყდა აზრი იმ კონკრეტულ მოცემულობაზე საუბრის პროცესში, როდესაც მე ვახსენე ხმლების მეფე და ვახსენე ის, რომ ეს არის ცივი ადამიანი, ეს არის განმსჯელი ადამიანი, მკაცრი ბუნების ადამიანი, რომელიც ყველაფერს უდგება ლოგიკით, ცივი აზროვნებით და საკუთარი პრინციპებით. როდესაც ადამიანი თავის ამ ბუნებას ავლენს საქმეში, ბიზნესში, სამსახურში, ან ვთქვათ, ინტელექტუალურ შემოქმედებით საქმიანობაში, ეს ძალიან კარგია, კარგი თვისებაა, მაგრამ როდესაც ადამიანი ამ თავისი ბუნების ამ მხარეს ავლენს ურთიერთობების ფორმატში და ურთიერთობებში, ეს რთულია მეორე მხარისთვის, ანუ რთულია პარტნიორისთვის, იმიტომ რომ მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში გატარება ბუნებრივი არავის არ სიამოვნებს. ურთიერთობა დგას სითბოზე, ურთიერთგაგებაზე, სიყვარულზე, ემპათიაზე, ბალანსზე, კომპრომისზე წასვლის უნარზე და ეს კომპრომისებზე წასვლა ერთი მხრისგან არ უნდა მოდიოდეს მხოლოდ და უნდა შეეძლოთ პარტნიორებს ურთიერთდათმობებზე წასვლა, რიგრიგობით, მონაცვლეობით, როდესაც დგას ამის საჭიროება, მაგრამ ხმლების მეფე არ მიეკუთვნება იმ ჩაფიქრებული, ასე ვთქვათ, იმ ადამიანის, იმ მამაკაცის, ან თუ ვთქვათ, მისმენენ მამაკაცები მაშინ საპირისპიროდ ქალი მოიაზრება, ანუ არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც მოითმენს რამეს, წავა კომპრომისებზე და არ ეცდება, რომ თავისი სიტყვის, თავისი პრინციპების გამტარი იყოს ურთიერთობაში. ყოველთვის ცდილობს ესეთი ადამიანი, რომ თვითონ შექმნას ურთიერთობა იმ შტრიხებით, იმ თვისებებით, რომელიც მისთვის არის მისაღები და მას სურს, რაც რა თქმა უნდა ძალიან რთულია მეორე მხარისთვის, როგორც აღნიშნე, ანუ პარტნიორისთვის. მეორეს მხრივ ეს თვე, ივლისის თვე იქნება გამოწვევების თვე, ანუ შიშების, ილუზიების დაძლევის თვე. მე ამ პროცესს შევადარებდი სულის ბნელ ღამეს, როდესაც ადამიანს უწევს საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარ ქვეცნობიერში ჩაღრმავება და ბევრი ისეთი ნიუანსის გამოვლენა და გაცნობიერება, რომელზეც წარმოდგენაც კი არ ქონდა. ანუ მივხვდით, რომ ეს არის ტრანსფორმაციული ურთიერთობა, საკმაოდ რთული ურთიერთობა თავისი სახასიათო შტრიხებით, თავისი სირთულეებით. პროცესი შეიძლება იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ანუ ესეთ ტრანსფორმაციულ რთულ პერიოდს გულისხმობ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, ან ვიდრე მხოლოდ ივლისის თვეა, ამიტომ ბევრ რამეზე ღირს დაფიქრება, ბევრი რამის გადაფასება და ახალი ღირებულებათა სისტემის შექმნა, რომელზეც ან დააშენებთ ამ ურთიერთობას სხვა საფეხურიდან, ან დაასრულებთ, ხომ ეს უკვე მომავლის, შორეული მომავლის განვითარება, შორეული მომავალია, ამიტომ მე აი ამ წერტილზე, ამ აღწერით დავასრულებ ამ მეორე ვარიანტზე საუბარს. და გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. საინტერესოა, რას გვეტყვის მესამე ვარიანტი. აქ ჩვენ ვხედავთ ისეთ ენერგიებს ურთიერთობის სიგნიფიკატორად, როდესაც ურთიერთობა ან შეიძლება ეხლა დაიწყო, ჯერ ახალი დაწყებულია, ყოველ შემთხვევაში წლების ურთიერთობაზე შეიძლება შესაძლებელია რიგი წარმომადგენლების შემთხვევაში არ იყოს აქ წლების ურთიერთობაზე საუბარი და იყოს ახალი დაწყებული ურთიერთობა, თუმცა
არის აქ მეორე ვარიანტიც, რომ შესაძლებელია ეს ურთიერთობა არ არის ახალი დაწყებული, აქვს გარკვეული გამოცდილება თქვენს ურთიერთობას, თუმცა რაღაცა ახალი ეტაპია დაწყებული, ახალი ინტერესია გაჩენილი, ან რაღაც ვთქვათ გრძნობებმა, ლტოლვამ, ჟინმა, ვნებამ რაღაცნაირად ახალი ძალით იფეთქა თქვენს ურთიერთობაში, რამაც განაპირობა ახალი ინტერესების გამოჩენა, შესაძლებელია ეს იყოს ახალი იდეები, ახალი ინტერესები, რაღაც ახალი საფეხური, ახალი საწყისი თქვენს ურთიერთობაში. მოდით ვნახოთ კონკრეტულად ივლისის თვეში განვითარება თქვენი ურთიერთობის. ყოველ შემთხვევაში ეს ცეცხლოვანი პაჟი, რომელიც ამოვიდა აქ ურთიერთობის სიგნიფიკატორად, მესაუბრება საკმაოდ ისეთ ცეცხლოვან ქარიზმატულ ურთიერთობაზე, ან შესაძლებელია თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი არის საკმაოდ ვნებიანი, საკმაოდ ისეთი სექსუალურად აქტიური პიროვნება, რომლისთვისაც შესაძლებელია არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიზიდულობა და ფიზიკური ლტოლვა ჩაფიქრებული მისი პარტნიორის მიმართ, ხომ? ანუ ურთიერთობის განსაზღვრელად მიიჩნევდეს ამ ფაქტორს. და ივლისის თვე, როგორ განვითარდება თქვენი ივლისის თვე? მოდით ვნახოთ. ინტერესთა კონფლიქტი. რაღაცა შეკამათება შეიძლება მოხდეს თქვენ შორის. რაღაცა დაპირისპირება, კონკურენცია. შესაძლებელია აი ამ სიახლეებმა, რომელიც შემოდის თქვენს ურთიერთობაში ამ თვეში, განაპირობოს ურთიერთდაპირისპირება, გარკვეული შეჯიბრის მომენტები ურთიერთობაში, არა მე უფრო ძლიერი ვარ, მე უფრო წარმატებული ვარ, მე უფრო მეტი შემიძლია, მე უფრო კარგი ვარ. რაღაცა ესეთი მომენტები, ურთიერთგაჯიბრების მომენტები შესაძლებელია გქონდეთ ურთიერთობაში. გარდა ამისა, შეიძლება თქვენი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს საკმაოდ ისეთ მიჯაჭვულ ურთიერთობად, როდესაც ფიზიკური ლტოლვა იმდენად დიდ მიჯაჭვულობას აჩენს თქვენს შორის, რომ გარკვეულ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს ან თქვენი მხრიდან, ან მისი მხრიდან, ან თუნდაც ორივეს მხრიდან. ხომ ეს ემოციური კმაყოფილება, სიამოვნების მომენტები კი ახლავს ამ პროცესს, მაგრამ ეს ემოციური მიჯაჭვულობა და ეს ემოციური ურთიერთობა, ხომ? რაღაცნაირად უფრო ზედაპირულია, უფრო მსუბუქია, უფრო ნაკლებად განსაზღვრელია ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, გაღრმავებისთვის და აქ უფრო პირველი ადგილი უჭირავს ვნებას, სექსუალურ მიზიდულობას, ფიზიკურ მიჯაჭვულობას, რამაც შესაძლებელია შემოიტანოს ტოქსიკურობის ელემენტები თქვენს ურთიერთობაში. ვინაიდან აქვე მეორე არკანად ამოდის არკანი მთვარე, ხომ? მე აქ ვხედავთ საკმაოდ ეგოისტ, საკუთარ თავზე შეყვარებულ, ესეთ დიდი ამბიციების მქონე ადამიანს, რომელსაც იმპერატორის რანგში ვხედავთ თქვენს ჩაფიქრებულ პარტნიორს, ვინც მესამე ვარიანტი აირჩიეთ. იმპერატორი ეს არის გარკვეული სტატუსის მქონე ადამიანი, შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა გარკვეული პოზიციები ქონდეს უკვე გამყარებული ამ ადამიანის ცხოვრებაში, მუშაობდეს რაღაცა თანამდებობაზე, ან გარკვეული ძალაუფლების მატარებელი იყოს ეს ადამიანი, თავისი პრინციპების, თავისი ხასიათის მქონე ადამიანი, უკვე გარკვეული წარსული გამოცდილებების მქონე ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი აი ამ ლიდერული მომენტების შემოტანა ურთიერთობაში, რაც შესაძლებელია გადაეზარდოს აი რაღაცა ტირანიაში, ხომ? ანუ მე ასე ვამბობ, მე ასე მჭირდება, მე ასე მინდა, ანუ მე ძალიან ბევრი მეა, ხომ? საკუთარ ეგოს მომენტები ამ პიროვნებას
და ამეკოს გამოვლენის, არაჯანსაღად გამოვლენის მომენტები ექნება ამ ადამიანს აი ამ თვის განმავლობაში ურთიერთობაში. ასევე აქაც ჩვენ ხედავთ გარკვეულ ფარულ მომენტებს, ანუ რაღაც სიცხადე აკლია ამ ურთიერთობას აშკარაა, არის ბევრი ისეთი ფარული მომენტები, ფარდის მიღმა მომენტები, ხომ შესაძლებელია ამ ადამიანს ყავდეს ოჯახი, ანუ თქვენს გარდა, ასევე იყოს სხვა ვურთიერთობაში, ან გქონდეს ისეთი ურთიერთობები, რომელიც თქვენგან არის დაფარული, ანუ წარმოიდგინეთ რაღაცა, ვთქვათ, სახლია, ხომ? აი ამ სახლში, ვთქვათ, არის 5 ოთახი. თქვენ ძალიან კარგად იცით, პირობითად ვამბობ, ახლა ამ შედარებას პირობითად ვაკეთებ, რომ უფრო აქმა გაგიმარტივოთ და მიხვდეთ, რას გულისხმობ. აი ამ სახლში 4 ოთახი თქვენთვის კარგად ნაცნობია, ყველა კარს შეაღებთ, შეხვალთ და ათვალიერებთ, ყველა ნივთი იცით, ყველა ასე ვთქვათ, ოთახის აღწერილობა იცით და თქვენთვის კარგად ნაცნობია და ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი, მაგრამ სახლში არის მე-5 ოთახი, ხო, პირობითად ვამბობ, რომლის კარიც არის დაკეტილი, გასაღები აქვს ამ ადამიანს და თქვენ ვერ აღებთ ამ კარს, თქვენ არ გაქვთ თქვენი ძალაუფლება და თქვენი ცნობიერი წვდომა ამ მე-5 ოთახზე, ვერ შედიხართ, ვერ ათვალიერებთ და ამავდროულად ეს ადამიანი ამ კარს თვითონ არ გიღებთ. ეს არის სწორედ ის რაღაცა დაფარული, ის რაღაცა სხვა მომენტები ამ ადამიანის ცხოვრებისა, რომელიც თქვენთვის არ არის ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებელია გიჩენდეთ ილუზიებს, შიშებს, ერთგვარ დაუცველობის და არამდგრადობის განცდას, თითქოს ფეხქვეშ საყრდენი მყარი არ არის და თითქოს ეს საყრდენი შეიძლება ნებისმიერ დროს გამოგეცალოს. აი რაღაცა ესეთი შეგრძნებების მომენტიც უნდა გქონდეთ თქვენს ურთიერთობაში. ამიტომ ეცადეთ, რომ რაღაცნაირად უფრო მეტი გულახდილობის ხასიათზე დააყენოთ, უფრო გამჭვირვალე გახადოთ ურთიერთობა, უფრო მეტი გაიგოთ ამ ადამიანის შესახებ, თუ ურთიერთობა არის ახალი დაწყებული, მით უმეტეს, ხოლო თუ ურთიერთობა უბრალოდ რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდა და აქვს გარკვეული წარსული გამოცდილება ამ ურთიერთობას, მაშინ ალბათ უფრო რთული იქნება, გულსატკენია ალბათ, როდესაც გრძნობ ადამიანი, რომ შენი პარტნიორი გულწრფელი არ არის ბოლომდე შენს მიმართ და არ არის გახსნილი. ყოველ შემთხვევაში ამ ერთი თვის განმავლობაში ასეთ ვითარებას მიჩვენებს ტარო, ხოლო უფრო შორეულ პერსპექტივაზე მე ვერაფერს ვისაუბრებ, ვერ ვიტყვი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში უკვე საჯარო სეანსი ერთი თვის პროგნოსტიკასთან დაკავშირებით, ხომ? ანუ ივლისის თვესთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ აქ ამოდის ისეთი გარკვეული თემები, რომლებიც დაფარულის საიდუმლოს გრიფით, საიდუმლო რაღაცა ესეთი რომ აწერია, ხო, რაღაცა ფაქტს, რაღაცა მოვლენას, რაღაცა ცხოვრების მხარეს. ამიტომ აი ესეთი პროგნოზი მოგვაწოდა ტარომ და ეს ალბათ უფრო ამ ადამიანის ხასიათია, ან ამ ადამიანის ცხოვრებისეული წესია, რომ მის ცხოვრებაში იყოს ეს მე-5 ოთახი, კარი, მე-5 კარი, რომელიც ყოველთვის დაკეტილია და რომლის შესახებაც იცის მხოლოდ მან. აი ესეთი პროგნოზი მოგვაწოდა მესამე ვარიანტმა, უფრო სწორედ ჩემმა ტაროს დასტამ, მესამე ვარიანტთან დაკავშირებით ივლისის თვის სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. თუ მოვიდა ეს ინფორმაცია თქვენთან, თუ რეზონირდა ეს ინფორმაცია თქვენთან, ჩემი თხოვნა იქნება, ჩემო მეგობრებო, ჩემო მსმენელებო, რომ გააზიაროთ და დალაიქოთ აღნიშნული ვიდეო, ხოლო ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი გვერდი და შემოგხვდებათ ეს ვიდეო, ჩემი თხოვნა იქნება ენერგობალანსისთვის გამოიწეროთ ჩემი პროფილი, ჩემი გვერდი, ან
სადაც შეგხვდებათ, რომელ პლატფორმაზეც, თუ YouTube-ზე ნახავთ, YouTube არხი გამოიწეროთ ასევე, იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ განახლებები ახალ თემებთან დაკავშირებით, იქნება ეს საჯარო ტაროს სეანსები, რუნებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ბედის მატრიცასთან დაკავშირებული საჯარო სეანსები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხოლო ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საჭიროებო თემაზე შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში პირადი კონსულტაციის დაჯავშნის მიზნით. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.